Taksებით რა. საერთოდ ტრანსპორტის პარალიზება აუცილებლად ეს მოხდება რა. კაპიცული მძღოლების აქციას დღეს რუსთავში მერიის წინ შემოუერთდა ასევე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ასევე პარტია მომავალი საქართველოს მერობის კანდიდატი, როგორც ისინი ამბობენ, არსებულ სიტუაციაში დამნაშავე არის ივანიშვილი და ასევე დღევანდელი ხელისუფლება. მთელი საქართველო მოწმე, რომ გუშინ მძღოლთა საპროტესტო აქციების აქტიურმა მონაწილემ თვითმკვლელობით დაამთავრა თავისი სიცოცხლე და ეს პასუხისგებლობა, ეს სოდვა კალაძის, ივანიშვილის დაამთავრების კისერზეა, რომლებმაც ხალხს მოუსწეს მათივე შრომით შექმნილი ბიზნესი და საარსებო საშუალება. მე მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ორშაბათს მივმართავ იტალიის მთავრობას, რათა განახლდეს ბატონ კალაძის მიმართ აღზრულ საქმეზე გამოძიება. პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ეს ადამიანები 3 თვეზე მეტია იბრძვიან სამართლიანობის დასადგენად. მე აქ არაერთხელ ვიყავი ჩამოსული, უბრალოდ ძალიან სამარცხვინოთ იქცევა დღევანდელი ხელისუფლება. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს ამ ადამიანების პრობლემა. აქციას დღეს რუსთავის მერიიდანაც გამოეხმაურნენ, სადაც ამბობენ, რომ ტენდერი ყველა წესის დაცვით ჩატარდა. კომენტარი გააკეთეს ასევე ინტერტრასში, კომპანიაში, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, სადაც ამბობენ, რომ ყველა მძღოლი დასაქმდება და მოლაპარაკებები ზოგიერთ მათგანთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მე მგონი პირიქით ხორციელდება ზეწოლა მძღოლებზე რომ არ იმოჟავნ და არ იმოძრავენ ქალაქს და პრობლემა შეექმნას ქალაქს, მაგრამ მერია ყველაფერს გააკეთეს იმისათვის, რომ ტრანსპორტი არ შემეხტეს ქალაქში. და ამ ეტაპზე დილას იყო გარკვეული შეფერხება ქალაქში, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეულწილად აღმოფრილი ეს პრობლემა, ტრანსპორტი მოძრაობს. ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსები ფაქტურად ყველა გამოვიყვანეთ, რომ მოხდარიყო მოქალაქეების გადაყვანა. ხოლო რაც შეეხება თუ კიდევ გაგრძელება და კიდევ იქნება ეს აქციები, ქალაქი ყველაფერს გააკეთეს თვითმმართველობისათვის, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას გადაადგილებისთვის, იქნება დამატებით რესურსები მოძიებული აუცილებლად. კომპანია წავიდა უამრავ დათმობებზე. ფაქტის სახეზე გვაქვს რუსთავში დაკომპლექტა რამოდენიმე მარშრუტი. დარჩა რეალურად დასაკომპლექტებელი 2 მარშრუტი, ეს არის მე-12 და 96 მეტრების მარშრუტი. მაგრამ შეიქმნა პრობლემა ამ ფაქტის გამო, რაზეც ძალიან უწყوار და კიდევ ერთხელ სამძიმაროს სახელმწიფო ოჯახს ვინაიდან ამ პიროვნებას პირადად ვიცნობდი. მე მინდა ვისარგებლო მომენტი და მივმართო ყველა ორგანიზაციას, ყველა ორგანოს დაინტერესდნენ, რომ ჩაერთონ ამ ვითარებაში იმ კუთხით, რომ გახდნენ მედიატორები, რომ კომუნიკაცია შედგეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს და ბრძოლას გააგრძელებენ მანამ, სანამ ყველა მათი მოთხოვნა შესრულებული არ იქნება.